ქვეყანას მხოლოდ ტანკითა და სასაზღვრო ბოძების გადმოწევით არ უკარგავთ. იცის რუსმა ეგ ამბავი. ქვეყანას უკარგავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გასმა. Вот это танец ქართული танцуют они. რატომ ცეკვავენ ეგენი ქართულს? რატომ უწოდებენ ლეკურს? ლეკური რუსულად ითარგმნება როგორც ლაკსკი. გასმებს რომ აკეთებენ, ეგ ლეკებისაა. ინტერნეტში თუ ნახავენ, ეგ ვაჟები წრეში ცეკვავენ ფეხებით, რას. რატომ უწოდებენ ქართულს? Танцуют ногами раз. კაცი არ ველოდი რომ ქვია რთულია აფხაზად აღიქვა, მაგრამ კაი ვთქვათ მეზობლის სახელი დაარქვეს. ვინაა და რა ებს ამტკიცებს? აგერ მისი ბიოგრაფია. დაიბადა, დაამთავრა, მიიწვიეს იცეკვა. და აგერ მისი კარიერის მწვერვალი. 5 წელი საქართველოს ეროვნული ცეკვების სახელმწიფო ანსამბლში. სუხიშვილებზე ხალხო ლაპარაკი. სუხიშვილებზე. აი ეს ახვარი ანსამბლში დიდ ილიკოსთან და დიდ ნინოსთან რომ ცეკვავდა, გონიათ იმათ უბედავდა და ეუბნებოდა თქვენ რომ ქართულს ეძახით ეგ ყველაფერი ლეკურიაო. ეტყოდა და მიიღებდა. ნინო რამიშვილის სიმკაცრეზე ლეგენდები დადის. აფხაზებს მოუგონე ცეკვა აფხაზური, რომელიც არ იყო არასოდეს. ნინო რამიშვილისთვის ზოგადად ქართული ცეკვის ისტორიისთვის ენის შებრუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც რუსის უკანალს ხარ ამოფარებული და რამენაერად უნდა გაუმართლო. აი, რატომ ითვლება შენი კარიერის პიკად ცეკვა ქართულ სახელმწიფო ანსამბლში? Смотрел недавно ამასინოთ ნახე აფხაზეთის ავტონომიის ანსამბლის ცეკვა. აი საქართველოში რომა. ნუ თუ მათ არ უნახავთ გოგონები როგორ ცეკვავენ აქ. ბიჭები როგორ ცეკვავენ? ბიჭებს საიდანღაც ზემოდან გადმოაქვთ ხელები. გოგონები ხტუნაობენ როგორც ბიჭები. ეს ხომ ჩვენ არ გვაქვს. Так берут. Девочки подпрыгивая идут как ребята. არ ველოდით თარბა დღეს სეპარატისტული აბსური სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელია. და რა თქმა უნდა, სტრანადუშის დამოუკიდებლობის თავგადაკლული მომხრე. საკუთარ წარსულს ბოლომდე ვერ გუდავს, ამიტომ საუკეთესო გამართლება მოუძებნა. ეგ იციან ქართველებმა პრინციპში სხვა არაფერიო. Приветствую. Они მივესალმები, ნიჭიერი ხალხია, ცეკვასა და სიმღერას ვერ წაართმევ. კავკასიაში გაცილებით მაღლად გააქვთ მოცეკვავეებიცა და მომღერლებიც. იციან ამის კეთება. дело такого. ამაზეც მადლობა. ოღონდ ამ სეპარატისტის პირით ახლა ყოფილი უფროსი ძმა გველაპარაკება და გვახსენებს რა როლი დაგვიტოვა საკუთარ სამშობლოში. მასპინძელი ერისა, რომლის საქმეც სახელმწიფოს შენება არაა. ხომ შეეძლო ისევე წაერთმია ქართული ცეკვა, როგორც გრძელბეწვიანი ქართული ნაგაზი წაგვართო და ჩრდილო კავკასიურ ჯიშა დაარეგისტრირა. შეეძლო. აქ ჯერ გვითმენს, აკეთეთ რაც კარგად გამოგდით. რუსებს კარგად ახეთქებთ და აცეცხლეთ და კარგად ართობთო. მართალია მოპარული ცეკვებითა და გასმებით, მაგრამ ჯანდაბას ფილარმონიების სცენებზე გაპატიებთ. აი, პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა კი, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არც იფიქროთ და არც გაბედოთ.